გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ახალი გაღვიძებული ვარ, დილის ენერგეტიკა და მინდა გაგიზიაროთ შემდეგი ასე ვთქვათ, გაცნობიერება, რომელიც სწავლების გზაზე შემომხვდა და ეს გაცნობიერება არის შემდეგი, რომ ასე იყო საინტერესო სწავლებაში გადმოცემული, როგორიც არისო ადამიანის ასე ვთქვათო, შეიძლება ასეც ითქვას, სულისნებაო, მისი უმაღლესი არსისნებაო, ისეთივე იქნებაო შემდგომშიო, კარმაო ყველაფერს და ყოველსო ისი გადაალაგებსო, რომ ამ გზით და ამ მიმართულებით წაიყვანსო არსებასო, ქმნილებასო, საინტერესოა ეს ყველაფერი და გამონათქვამი რომ არის, როგორიც არის ბედი შენიო, სადაც არის ბედი შენიო, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო. შეიძლება ეს ყველაფერი ასეც ითქვას, რომ სადაც არის ასე ვთქვათ, ბედი შენი, იქ მიგიყვანს კარმა შენი. და თუ გადავუყურდებით, როგორ ჩანს კარმას საბოლოო ჯამში მივყავართ სწორედაც რომ ამა თუ იმ რაიმესკენ, ამა თუ იმ რაღაცისკენ. და ჩვენ რაც შეიძლება გავიაზროთ არის ის თუ რისკენ მივდივართ, რისკენ მივისწრაფით, საით მიდის ეს ყველაფერი, მაგრამ თუ მარტო იმას ვიტყვით, რომ ჩვენ მივდივართო ასეო და ისეო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ იქნება მართალი იმ გაგებით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი მივყავართ, ასე ვთქვათ, საღვთო კანონებს, კოსმიურ კანონებს, რომელიც მოდის ღმერთისგან, შემოქმედისგან და ის რაც შეგვიძლია ჩვენ არის ის, რომ მასთან მოვიდეთ ცნობიერ ურთიერთქმედებაში, რისკენ მივდივართ, საით მივდივართ და საინტერესოა, რომ ეს ცვლილები როგორ ჩანს, განწერილია უკვე გარკვეული სცენარები და ამის მიხედვით ხდება მერე შემდგომში კარმის გადაწყობა. აგრეთვე საინტერესო იყო შემდეგი გაცნობიერება, რომ არსებამო, ქმნილებამო, უმჯობესიაო ისწრაფოსო თავადო ღმერთისკენო, შემოქმედისკენო, ვიდრე ასე ვთქვათო, რომელიმე ღვთაებისკენო, მართლაც შეიძლება ასე ვთქვათ, შეეძინოსო გარკვეული, როგორ ვთქვათ, ცოდნა, მან შეიძლება მართლაც იქონიოს გარკვეული კავშირი ამ ყველაფერთანო და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ძალიან კარგიო, მაგრამ ისევე როგორც ყველაფერს, მასაც ასე ვთქვათო, აქვსო გარკვეული დრო, გარკვეული ვადაო, გარკვეული პერიოდიო და როდესაცო მას ეს ყველაფერი ამოეწურებაო, შემდგომშიო, ასე ვთქვათო, თავიდან მოუწევსო ამ ყველაფრის მიღწევაო, ესეც საინტერესოა. საინტერესოა იმ გაგებით, რომ აქ მოწოდება იყო შემდეგი, რომ რეალურადო ღმერთიაო მიზანიო, ღმერთიაო ისო, საიდანაცო ყველაფერი და ყოველი გამომდინარეობსო და დანარჩენიო შემდგომში უკვე არისო რაღაც ისეთი რა, ნახეთ, მიაღწევ, რაღაც გარკვეულ პერიოდს გაატარებ, შემდგომში ეს რაღაც როგორ ჩანს მორჩება და მერე ისევ ციკლებიაო რა, ასე ვთქვათ, ყველაფერი ჩვენს გამოვლენილ სამყაროში. და საინტერესო იყო შემდეგი, რომ ამ ღვთაებებისკენ და რაღაცა ისეთი იმეებისკენ, ვინც მიისწრაფისო, მართლაც შეიძლება მიაღწიოსო, მართლაც შეიძლება რაღაც ისეთ იმეებთან იქონიოს კავშირიო, თუმცა საინტერესოა, რომ ამ კავშირს ექნება თავის დრო, თავის ვადა და როდესაც ეს მოიწურებაო, შემდგომში მასო ისევ მოუწევსო იმ გზით გავლაო. და პირდაპირ ვთქვათ, სიმართლე ასე იყო ნათქვამი, რომ მასო ისევ მოუწევსო ინკარნაციაო და შემდგომშიო საინტერესო იყო, რომ ეს ღვთაებები და ეს ისინიო მას დაეხმარებიანო, მას გვერდში ედგებიანო. რა საინტერესოა, ესე იგი, რომ თუ გადავხედავთ ადამიანების ინკარნაციებს, ცოტა ისეთი სულების რა, რომლებიც არიან ინკარნაციაში,
აი მათაც საბოლოო ჯამში ამ რაღაც სწავლებებთან, ზოგ სულიერ მასწავლებლებთან აქვთ გარკვეული კავშირი, საინტერესოა და ისინი მართლაც ეხმარებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უწევთ აი იმ გზის გავლა, ხო? და მაინც უწევთ ასე ვთქვათ. შემდგომში როგორი იქნება მათი თავისუფლება, ეს რა თქმა უნდა, მათი სულის გადასაწყვეტ, მათი ასე ვთქვათ უმაღლესი მეების თანხმედრის გადასაწყვეტია, მაგრამ აი იმის თქვა მინდა რომ მათ მაინც უწევთ იმ გზის გავლა, აი ვინც ინკარნირებულები ვართ, ნახე, ზოგ შეიძლება მართლაც გქონდეს გარკვეული მისწრაფება ამ ყველაფრისკენ, ზოგს მართლაც შეიძლება ის მოდეს ისა თუ ის სწავლება, ზოგი მართლაც შეიძლება სწვდებოდეს ამ ყველაფერს იაზრებდეს, მაგრამ აი საინტერესოა შემდეგი, ნახეთ, რომ მიუხედავად ამისა, მას მაინც უწევს ამ ყველაფრის გავლა. ხოლო აი როგორ თქვა, ანუ ისო, ვინცო მიაღწევსო ხომ ერთამდისო, მას შემდგომში უკვე თავად უჩნდებაო იმის შესაძლებლობაო, რომ ცნობიერად შეეძლოსო ამა თუ იმ რაიმეშიო, ასე ვთქვათ, ამა თუ იმ გამოვლენილ სამყაროშიო ურთიერთქმედებაო. აი დანარჩენიო კი, ასე ვთქვათ, ისევ და ისევ უწევსო რაღაც გარკვეული პერიოდები აქვს ყველაფერს, რა, ერთ სიტყვით, რავი. როგორც შეუძლია გადმოვეცით, გამოვადგებოთ. ძალიან კარგი გამიხარდება ერთ სიტყვით, თავარი სათქმელი იყო ის, რომ სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო და ასე ვთქვათ, საბოლოო ჯამში ჩვენ ყველას კარმა მიგიყვანს გარკვეული მიზნისკენ. საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი კარმას მივყევართ რაღაცისკენ და აი რაც ჩვენ შეგვიძლია ამ ეტაპზე არის ის, რომ ვიაზრებდეთ თუ საით და რისკენ მივყავართ ამ ყველაფერს. მადლობა. იმედია გამოვადგებოთ. და იმედია რომ საკუთარ თავსაც გამოადგება ეს ყველაფერი წარმატებები.